დადგა 2008 წლის შემდეგ, როცა პრობლემური გახდა იარაღის შეძენა, თუნდაც რამდენიმე თვე გასწავლა ამან, მაგრამ რამდენიმე თვე გვასწავლა ჭკუა. და მივხვდით, რომ არავის იმედი არ მქონდეს ხშირად საკუთარი თავის გარდა. და ჩვენ მქონდა მაგალითები პატარა ქვეყნების, რომელთაც კერძოდ სინგაპურის და ისრაელის, რომელთაც დააწყეს თავის სამხედრო წარმოება პრაქტიკულად ნულიდან და მაშინ ყველამ ერთად დავსხედით, მივიპოვეთ სამხედრო ინჟინრები, შემდეგ ამას ბაბაში ბაჩოჩა ერთო ძალიან ინტენსიურად და ის არსებული ინდუსტრიული ბაზა გამოვიყენეთ და რაც თავარია არსებული ინტელექტუალური რესურსები და აღმოჩნდა, რომ შეგვძლებია გაკეთება. და რა თქმა უნდა, ახლა შეიძლება თქვათ, ეს ესეთია, ისეთია, ეს წუნია, ჯერ კიდე ის არ არის, მაგრამ ეს არის უკვე მაღალ ტექნოლოგიური ქართული წარმოება. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ეს სულ უფრო გაუმჯობესდება და მე თუ ამის გაკეთება შეგვიძლია, ძალიან ბევრი ინდუსტრიული რაღაც გაკეთება შეგვიძლია. მარტო რამდენიმე 1000 კაცი საქართველოში მუშაობს უკვე ესეთ რაღაცების წარმოებაზე მუდმივად არის დასაქმებული. მაგრამ ეს ხოლმე განვითარდება, ახლა ხოლმე დაიხვეწება, ინდუსტრიული ბაზა მიყვება, ახლა ეს შევხვდით სარტილერიული დანადგარი და ახლა უახლოეს პერიოდში შევხვდით ასევე ამის ჭურვების გამოშვებას დავიწყებთ, ამის რაკეტების, იმიტომ რომ თავარი პრობლემა იყო თხევადი საწვავი და ეს პრობლემა პრაქტიკულად ქართული ინჟინრების მიერ არის ამ ტიპის რაკეტების უკვე პრაქტიკულად არის გადაწყვეტილი. შემდეგ დაამთავრების სტადიაზე, შემდეგ თქვენ იცით რომ საფრენ აპარატები გამოუშვეს ჩვენება, იცით რომ მუხლუხიან ჯავშან ტექნიკა გამოუშვეს, რომელიც აღემატება ძველ საბჭოთა ანალოგებს თავის პარამეტრებით. ამიტომ ეს არის საამაყო, რომ ჩვენ ეს შეგვძლებია. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვერთობთ ძალიან ბევრ საერთაშორისო თანამშრომლობაში, ძალიან ბევრი ახალი პერსპექტივა გაჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარების თვალსაზრისით, აღჭურვის თვალსაზრისით, მაგრამ რაც არ უნდა პერსპექტივები გაჩნდეს, არასოდეს საკუთარზე არ უნდა თქვა უარი. იმიტომ რომ ჯერეთი სხვა თუ არაფერი, ეს გვიჯდება ბევრად უფრო იაფი. აი ჩვენი ჯავშან ტექნიკა მაგალითად გვიჯდება 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ იაფი ვიდრე უცხოური ანალოგები. ჩვენი დიდგორი, რომელიც ხა ძალიან რთული რაღაც არ არის, მაგრამ იმ უცხოურ ანალოგებს, რომელიც ვყიდულობთ, იმაზე 4-ჯერ იაფი გვიჯდება და იმაზე ბევრად უფრო ეფექტურია. ჩვენი ქვეითთა საბრძოლო მანქანა მუხლუხოიანი 3-ჯერ, 4-ჯერ უფრო იაფია იმაზე და ჯერეთი არავის ყიდვაც ასე ადვილი არ არის ხო ბაზარზე. და მეორე აღარ ახარ ბევრად იაფი გიჯდება და აღარ ახარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცამ სადღაც არ მოგატყუოს, ან ვიღაცამ ინფორმაცია სხვას არ გაუზიაროს, ან ვიღაცამ გადამწყვეტ მომენტში უარი არ გითხრას, არ შეგიჩეროს ამის მოცემა. ეს შენია, შენ აკეთებ, შენ თავზე ხარ დამოკიდებული და ამიტომ ეს ყოველთვის უფრო დაცულია, მით უმეტეს ჩვენისანა ქვეყნისთვის და ამას ყოველთვის აქვს აზრი. რა თქმა უნდა, წლები დაჭირდება, დრო დაჭირდება, ეს ყველაფერი უცებ არ ხდება, მაგრამ რაც უფრო მეც გავაკეთეთ, მით უფრო მაღალ ტექნოლოგიური გახდება ჩვენი წარმოებები და ასევე ეს არის ასევე დიდი საექსპორტო პროდუქცია. ეს მარტო ის კი არ არის ბოდიში, რომ ჩვენ უფრო იაფი გვიჯდება. ჩვენ ასევე შეგვიძლია ესე, აი როგორც თქვები ადრე აკეთებდნენ და 4 მაგ, 5 მაგ, 10 მაგ ფასებში მოყიდნენ ხოლმე. ახლა ჩვენ გავაკეთებთ და უფრო ძვირ ფასებში გავყიდით უცხოეთში. ესე იგი ეს მარტო ის კი არ არის, რომ ჩვენი არმია აღჭუროთ. რაღაც ეტაპის შემდეგ ჩვენ არმიისთვის საკმარისი მეტი გვექნება ეს ყველაფერი. მე უნდა გავუშვათ ეს ყველაფერი უცხოეთში, როგორც ამას აკეთებენ ის ქვეყნები, რომელიც აწარმოებენ ასეთი ტიპის შეიარაღებას. დღეს როგორც ნახეთ იყო პრეზენტაცია პირველი საარტილერიოს ქართული დანადგარის, რომელიც პრინციპში თქვენ გაქვთ მონაცემები რა შესაძლებლობებით წარმოადგენს და ეს მინდა გითხრათ, რომ არის ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ
ჩვენ ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა ნაკლებობა საარტილერიო დანადგარების მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ყავდა ძალიან კაი არტილერისტები. ამერიდან შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცდილი საარტილერიო დანადგარი მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ჩვენი შეიარაღებული ძალების მოთხოვნილებებს. და შემდგომში უკვე შეიძლება, რა თქმა უნდა, უფრო მეტ განვითარებაზე და უფრო წინსვლაზე ვიფიქროთ.